ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, რომელსაც მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ხელმძღვანელობს, მატათა მოციქულის სახელობის პანსიონში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს. ეპარქია ირწმუნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბი, ცილისმწამებლური და პროვოკაციულია, რაც მიზნად ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს. გაზეთ ბათუმელების 8-14 დეკემბრის ნომერში და ნეტგაზეთში გამოქვეყნებული სტატიებისა და 14 დეკემბერს ტელეარხ რუსთავიორის გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასული რეპორტაჟის პასუხად ვაცხადებთ. გავრცელებული ინფორმაცია სიყალბეა და არ შეესაბამება სინამდვილეს. საკითხით საუნხრივად და მიკერძოებით არის გაშუქებული. ფაქტები ცილისმწამებლურია და უარგუმენტო. ძალადობრივი ფსიქიკური ზეწოლის, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს დაპირებაში, დაყოლიებაში და ასე შემდეგ, არასრულწლოვნებისა და მცირეწლოვნების მიმართ. არც ერთ შემთხვევაში აღსაზრდელის გვერდით არ მდგარა არც მშობელი, არც პედაგოგი და არც კანონიერი წარმომადგენელი, რაც მიგვაჩნია კანონის უხეშ დარღვევად, გზით მოპოვებული. გამოქვეყნებული მასალა ლახავს აღმზრდელთა, აღსაზრდელთა და მათი მშობლების, კანონიერი წარმომადგენლების ინტერესებს, უხეშად არღვევს მათ უფლებებს. გაზეთმა ბათუმელებმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მატათა მოციქულის სახელობის პანსიონის 15 წლის მოზარდი დაწესებულების პერსონალის მხრიდან მის მიმართ არასათანადოდ მოპყრობაზე საუბრობს. მოზარდი ყვება, რომ პანსიონიდან ძიძასთან ჩხუბის შემდეგ გვიან ღამით გაიქცა, რის შემდეგაც ის უკან მიაბრუნეს. მასალაში ვრცელი აუდიო ჩანაწერის შიფრიც არის მოყვანილი, სადაც გოგონა ძიძისგან ითხოვს ხელი გაუშვას და თავი დაანებოს. ბათუმელების მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ ეპარქიის განცხადება თითქოს მან ფსიქიკური ზეწოლის გზით მოიპოვა მოზარდისგან ინტერვიუ, სიმართლეს არ შეესაბამება. მე კომენტარის მოპოვებისას ყველა ნორმა დავიცავი, რაც დაკავშირებული არის საქართველოს განსაზღვრული არის საქართველოს კანონმდებლობით და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებით, ანუ კომენტარს ესწრებოდა დედა და მე ისინი გავაფრთხილე კიდეც, რომ ეს სრული ჩანაწერი მას შეიძლება მძიმე დაჯდომებას ეწევს, ამაზე չի ვისაუბრებ. ბათუმელების გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია IMC პანსიონის სხვა მოსწავლეები გამოკითხა და დაასკვნა, რომ პანსიონში ბავშვთა უფლებების დარღვევა სისტემური ხასიათი აქვს. მათი თქმით, უფლებადარღვევები როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ძალადობაში ვლინდება. თამთა მიქელაძე უარყოფს ბრალდებას, რომ მათ ბავშვები ფსიქიკური ძალადობის გზით გამოკითხეს. მიქელაძის თქმით, მათ აქვთ მეურვეების მიერ წერილობით დადასტურებული ნებართვა. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ეს ახსნა-განმარტებები, ზოგიერთ შემთხვევაში ეს სხვა ბავშვები იყვნენ 18 წლის ასაკის, ის ახალგაზრდა, რომელიც იყო, თქვათ, უფრო ნაკლები ასაკის 14 წლის, აქ მის დედის ხელმოწერაც არის დაფიქსირებული და ამ გოგონას შემთხვევაში ასევე გვაქვს მშობლის ხელმოწერით აღებული ახსნა-განმარტება, ასე რომ საუბარი იმაზე, რომ ეს მშობლის თანხმობის გარეშე მოხდა, ფაქტობრივად არის არასწორი. არასრულწლოვნები არასამთავრობო ორგანიზაციას უყვებიან, თუ როგორ ძალადობენ მათზე. ერთხელ შობის დღესასწაულზე ვიცელქეთ და ამის გამო ჩავკეტეს ოთახში. შუქი იყო ჩამქრალი, ნერვიულობის გამო გული წაუვიდა ჩვენს ერთ-ერთ კლასელს, რომელიც კარგი ხანი ვერ მოასულიერეს და მერე გამოიძახეს ექიმები. ჩემმა აღმზრდელმა სხვა ოთახში გამიყვანა ბიბლიოთეკაში და სასტიკად მცემა. თავი მიმარტყმევინა წიგნების თაროზე, რამდენიმეჯერ სახეში გამარტყა, ზურგში მუშტები მირტყა და თმით მითრია. ეს აღმზრდელი ახლაც იქ მუშაობს. მინახავს, რომ სცემეს ბავშვი. იგი კუთხეში დააყენეს და ამას სხვა ბავშვებსაც აყურებინებდა, ის აღმზრდელი და იცინოდა. ბავშვი კი ტიროდა, სხვა ბავშვებიც იცინოდნენ. გვაშინებდნენ იმით, რომ საჭმლის გარეშეს დაგტოვებდნენ და ტოვებდნენ კიდეც ზოგიერთს. მე ერთხელ დღის განმავლობაში დამტოვეს წყალზე და პურზე. დერეფანში იყო მარმარილოს იატაკი, სადაც ხატის წინ აღმზრდელები აჩოქებდნენ ბავშვებს, უმეტესად გოგოებს, რომლებმაც თავიანთი ბავშვური ჭკუით სავარაუდოდ რაღაც დააშავეს. აგრესია ბავშვების წინააღმდეგ ბევრჯერ მინახავს. ისინი 4-5 წლის ბავშვებს ბუქნებს აკეთებინებდნენ. ეს იყო მათი დასჯის მეთოდი. საღამო პერიოდი იყო, ოთახს ვალაგებდი. ამავე ოთახში ბავშვები ხუმრობდნენ. აღმზრდელი შემოვარდა და პირდაპირ ჯოხი გადამატეხა თავზე. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წლის 19 თებერვლის მონიტორინგის დასკვნასაც იმოწმებს, სადაც წერია, რომ სამინისტროს პანსიონში არ გამოუვლენია ძალადობის შემთხვევები. თამთა მიქელაძე ამ არგუმენტსაც პასუხობს.
მონიტორინგის მეთოდოლოგია, ინსტრუმენტები და პერიოდი არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მონიტორინგს გამოევლინა ძალადობის შემთხვევები, რომელსაც როგორც წესი, მსგავსი ტიპის დაწესებულებებში აქვს ლატენტური ხასიათი, ბევრი მიზეზის გამო, ბავშვების მოწყვლადობის გამო, სუბორდინაციული ურთიერთობების გამო პანსიონატში თუ იმ ეკონომიკური და სოციალური ხასიათის დამოკიდებულების გამო, რომელიც მოსწავლეებს პანსიონზე გააჩნია. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამირან დათეშაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული დაწესებულება ხელმეორედ შემოწმდება. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე ჩართულია სოციალური მუშაკი და სწავლობს ბავშვის მდგომარეობას სამინისტროს მონიტორინგის სამმართველო, ასევე ცდილობს და უახლოეს მომავალში დაგეგმავს განმეორებით მონიტორინგს. დათეშაძე მიიჩნევს, რომ პრობლემები იარსებებს იქამდე, სანამ ამგვარი დაწესებულებების ზომა არ შეიცვლება, რაც მისი თქმით მარტივი პროცესი არ არის. მისი თქმით, წლებია სახელმწიფო ხურავს დიდი ზომის დაწესებულებებს და ქმნის ალტერნატიულ, მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებს. სავარაუდო დარღვევის ფაქტები, სტანდარტების მომავალშიც იქნება, სანამ იარსებებს დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებები, რადგან ეს პროცესი დაკავშირებულია ზოგადად ამ სააღმზრდელო დაწესებულებების დიდი ზომის ინსტიტუციების სპეციფიკასთანაც მათ შორის და სანამ დიდი ზომის დაწესებულებები იარსებებს, მსგავსი ტიპის პრობლემები იქნება. ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ არასრულკლოვნების განცხადების საფუძველზე მოკვლევა დაიწყეს.